მედია პროექტი უცნობი კავკასია. საღამოშიდობისა, ეთერშია უცნობი კავკასია, ტელეკომპანია მაესტროსა და რადიო უცნობის ერთობლივი ტელეპროექტი. ჩვენი სტუდიის ნომერია 388, თქვენ შეგიძლიათ 1 საათის განმავლობაში დაგვირეკო და დაუსვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები ჩვენი გადაცემის სტუმრებს. დღეს გადაცემის პირველ ბლოკში ჩვენი სტუმრები არიან ექსპერტები მამუკა არეშიძე და ლევან ცუცქირიძე, ხოლო გადაცემის მეორე ნახევარში ჩვენ გვესტუმრება საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი დავით დარჩიაშვილი და ჩვენი გადაცემის თემად შევარჩიეთ მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა, ეს თემა, რომელიც გუშინ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლის დროს ერთ-ერთი თემა იყო, თუმცა წამყვანი და საინტერესო იქნება ალბათ ჩვენი გადაცემის დღევანდელ სტუმრებს ვესაუბროთ იმ საკითხებზე, თუ საქართველოს პარლამენტში აგვისტოს მოვლენების შემდგომ პირველი მისვლის შემდეგ, გულისხმობ საპარლამენტო სესიაზე და არა საგამოძიებო კომისიაზე, საქართველოს პრეზიდენტმა რა ისაუბრა რუსეთთან შესაძლო სავარაუდო მოსალოდნელ ურთიერთობებზე. მოგესალმებით სტუდიაში. გამარჯობა. უფრო მეტი რეაქცია პრეზიდენტ სააკაშვილის გუშინდელ გამოსვლაზე რუსულ მედიაში იყო ვიდრე ქართულში, მათ უფრო მეტად მიაქციეს ყურადღება იმ ეპითეტებს, რომელიც გუშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოიყენა რუსეთის მიმართ, დიდი მტერი, პირველი მტერი და მათ ჰქონდათ რეაქცია აი ამ რეპლიკაზე, ამ ფრაზაზე, ამ ეპითეტზე, არ ვიცი, როგორ დავარქვა და თქვენთვის რა იყო ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი თუ ვისაუბრებთ საქართველოს-რუსეთის ურთიერთობაზე აი გუშინდელ გამოსვლაში. ბატონ ლევან. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს ის, რომ სახელმწიფოები ახლა პოლიტიკას არ აგებენ მხოლოდ და მხოლოდ ასე ვთქვათ განზრახვების გამო, ხო, არსებობს რაღაც ინტერესები, რომლებიც ამ შემთხვევაში საქართველოსა და რუსეთს შორის არის აშკარად დაპირისპირებული და ეს გამოჩნდა აგვისტოს ომის შემთხვევაშიც. ან ბუნებრივია, რომ რუსეთს აქვს საწინააღმდეგო ინტერესები იმისა, რაც აქვს საქართველოს. ხა ამას ჩვენ როგორ სახელს დავარქვევთ ამას დიდ მტერს თუ დავარქვევთ ამას ძლიერ მტერს თუ რაიმე სხვას, ეს რა თქმა უნდა არის სიტყვის ხელოვნება, გამოსვლის საქმე და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი რეაქცია არის ის, რომ ჩვენ ყველამ კარგად უნდა დავინახოთ ის, თუ რეალურად რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ და ის, რომ რუსეთს აქვს მტრული განზრახვები და მტრული ინტერესები საქართველოს მიმართ, ამაში ორი აზრი არ არსებობს ჩემი აზრით. ბატონო, 6 თვე გავიდა აგვისტოს საომარი მოქმედებიდან. რას ელოდით გუშინ, რა უნდა ეთქვა და რა არ თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, თქვენი წარმოსახვა? ამ კონტექსტში არის. ხო, საქართველოს-რუსეთის ურთიერთობის კონტექსტში. ხო, პრინციპში ჩემთვის ალბათ მნიშვნელოვანი იქნებოდა მტერი მტრად, გასაგებია ეს, მაგრამ თუ იქნებოდა რაღაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის სურვილი მიმართულებით, რომელსაც ქვია, ასე ვთქვათ, მტერთან საერთო ენის გამონახვისა. მე არ დავიწყებ ახლა იმაზე კამათ ტერმინი სწორედ ეხმარა თუ არ ეხმარა, ამას აზრი არ აქვს, მაგრამ თავისთავად კონფლიქტის რაღაც ეტაპის. დავიჯეროთ ის, რომ ომი არ დამთავრებულა, ეს ხო რიტორიკის საგანია მუდმივი სახელმწიფო გუნდის მხრიდან. და სხვა შორის მეც მანდ-მაინც ვერ გავამტყუნებ ამაში, რომ ჩემთვის ეს მაგალითად არ არის დამთავრებული ეს დაპირისპირება, ვიდრე გარკვეული საკითხები არ გადაწყდება. ასე რომ აქედან გამომდინარე მე ისმინდა, თქვა რომ კარგი იქნებოდა, რომ გუშინ თქმულიყო რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს საქართველოს იმისთვის, რომ მოახდინოს ლიკვიდაცია ამ შედეგების. რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს რუსეთთან მიმართ. და ამ მოხსენების განმავლობაში მსგავსი რეცეპტი პრეზიდენტისგან არ ყოფილა. სურვილიც არ ჩანდა და ხო, მიმართულება არ იყო ყოველ შემთხვევაში, არ იგრძნობოდა, რომ რაღაც არის ნაფიქრი ხელისუფლებაში. და თქვენ რა დაგაკლათ, ბატონო ლევან, ან რას ელოდით
იცით, ძალიან კარგი იქნებოდა მართლაც, რომ ჩვენ დაგვენახა რაღაც კონკრეტული ნაბიჯები იმისა თუ როგორ შეიძლება თქვა აი ეს ურთიერთობები, რაც არსებობს რუსეთსა და საქართველოს შორის, ან კონფლიქტური ურთიერთობები შეიძლება დავარქვათ, როგორ შეიძლება განვითარდეს. მაგრამ ამ მხრივ მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი განსხვავებები არის გასაკეთებელი დიდი სახელმწიფო შესაძლებლობებსა და პატარა მცირე სახელმწიფო შესაძლებლობებს შორის. ახლა მაშინაც კი, როდესაც ომია, მაშინაც არსებობს თანამშრომლობა. და ამას იკვლევს სწორედ საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერება, რომელიც ამბობს, რომ ეს არის რთული გადაწყვეტილებების მიღების, ურთიერთდამოკიდებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. ჩვენ ეხლა რეალურად ვართ ძალიან მძიმე ვითარებაში იმ თვალსაზრისით, რომ აი თუ შევადარებთ ჩვენ მდგომარეობას, ეს არის რინგზე, როდესაც ძლიერი დარტყმის შემდეგ მეორე მოასპარეზე ცდილობს, რომ რაღაცნაირად წონასწორობა შეინარჩუნოს და ააგოს ხელახლა თავისი სტრატეგია. და აი ამ პროცესში ვართ ჩვენ, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ეს არის რაც გვაქვს ჩვენ დღეს და ამიტომ ამ მხრივ ძალიან რთულია დანახვა იმისა, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ და რატომ? იმიტომ რომ მცირე სახელმწიფოებს და მათ შორის საქართველოსაც, ხომ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა და პოლიტიკა კარგად რომ გავიგოთ, უნდა შევხედოთ მთლიანად როგორ ვითარდება ხოლმე სოფლიოში პროცესები. ჩვენ ხელთ არის ბევრად უფრო მცირე ინსტრუმენტები იმისათვის რომ რაღაცნაირად მართოთ პროცესები, ან ზეგავლენა მოვახდინოთ. ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ ჩვენი რისკები გარკვეულწილად. ბატონო ლევან, თქვენ საუბრობთ მცირე სახელმწიფოს ფუნქციებზე, როდესაც არის დაპირისპირება დიდ სახელმწიფოსთან და ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაც თანამშრომლობაზე საუბარი. არის დაუშვათ აი ესეთი თანამშრომლობის ფორმა, მე მინდა ორივე თქვენგანს დაუსვეს შეკითხვა, ენგურხესთან დაკავშირებული ფაქტი. საკურველი არის. იმიტომ რომ ენგურგესთან დაკავშირებული, შეიძლება უფრო არა მარტო ენგურგესი, არამედ რკინიგზაც ვიგულისხმოთ. ეს ადეკვატურია? არ არის ადეკვატური, არ არის ადეკვატური, ხო ეს შორს აგიღოს ამის გაშიფრვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თემა რა არის? ესე იგი, როდესაც საუბრობ ასეთი ტიპის ორგანიზაციებთან, კომერციულ ორგანიზაციებთან, რუსეთის შემთხვევაში ეს არის ორგანიზაციები, რომელზეც დგას რუსეთი. ყიდველებს გულისხმობ რა. და აქედან გამომდინარე, ესე იგი ლაბორატორიები შენ ესე იგი იდიბათ რუსეთის ხელისუფლებას. და რადგან ამას აკეთებ, ესე იგი რუსეთის ხელისუფლებასთან გინდა საერთო ენა გამონახო. მე ხარ დარწმუნებული ვარ, კიდე ვიცი ზუსტად რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ამ გზების კულუარულად რასაკურველი ამ გზების ძალიან საინტერესოა ამ კულუარულ ურთიერთობებზე ვისაუბროთ. ახლა კი თქვენი მსმენელი და მაყურებელია ხაზზე გთხოვთ. მოგესალმებით. გისმენთ. მოგესალმებით ხმა პატივისცემით. თქვენ სტუმრებთან მაქვს ერთი კონკრეტული შეკითხვა თუ შეიძლება. დიახ. რამდენად მეაჩნიათ თქვენ სტუმრებს, რომ გუშინდელი პრეზიდენტის გამოსვლა იყო ერთგვარი ანგარიში რუსეთთან მიმართებაში გასული წლის მოვლენებისა და გეგმა ამ წლისა ჩემს აზრით ეს იყო რიტორიკა, რომელიც უფრო გააღიზიანებს რუსეთს. თქვენი აზრი მაინტერესებს. ну რა უპასუხო ახლა პრინციპში ახლა ანგარიში რასაკურველი არ იყო რუსეთთან ურთიერთობის გაღმავების თუ შემცირების თუ მოგვარების თუ ასე შემდეგ. აქ იყო რასაკურველი რიტორიკა იყო, ეს რიტორიკა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი არის მტერი და რუსეთი არის დიდი მტერი და პირველი მტერი. მხოლოდ ეს იყო, ესე იგი, ასე ვთქვათ, მისამართი, აგრესიის მისამართი. და აი ესეთი ტიპის რიტორიკა, რომ რუსეთი არის პირველი მტერი, როგორ ეთანადება დაუშვათ იმ ინფორმაციას, რომელიც აღამბრძანეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს სურვილი რუსეთის ხელისუფლებასთან, თუნდაც კულუარული ურთიერთობებისათვის. ხა რუსეთი რომ არის მტერი, მაგას მოდენ ვიგამართებთ. ეს არ არის საგამოთქველი. ხო, რასაკურველი. ის რომ რუსეთთან ურთიერთობა მომავალში პერსპექტივაში უნდა რაღაცნაირად მოგვარდეს, ესეც არ არის ალბათ საკამათო. თუმცა რასაკურველია ლევონის ნათქვამის არ იყოს, არის ინტერესების დაპირისპირება ძალიან რთულია ამ სიტუაციას თავი დავაღწიოთ. მაგრამ ამ ფონზე მით უმეტეს გარკვეულწილად ეხლებოდ მიმაჩნია, რომ ნებისმიერ თემაზე, რომელიც საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებს ეხება, რუსეთთან დაიწყო მოლაპარაკება თუ რაღაცა, ესე იგი რაღაცა სამაგიეროდ არ იღებ ქვეყნისთვის, ბუნებრივია. მე უნდა გითხრათ, რომ იგივე ენგურგესთან დაკავშირებით, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ იმ მემორანდუმი, რომელიც შედგა ენგურთან დაკავშირებით, შემდეგ აფხაზების გააქტიურება ამ იდეას წყალს უყენებს.
საერთო ჯამში, მაგრამ მე ვიცი რომ ეს 2 წლის წინათ ივნისში შეხვედრის დროს ეს საკითხი პრეზიდენტების შეხვედრის დროს მაშინ პუტინისა და სააკაშვილის ეს საკითხი იდგა ძალიან აქტიურად მაშინაც მოითხოვეს ენგურგესი რუსებმა თუ გახსოვთ მაშინ საქართველოს პრეზიდენტი მერე ჩაბრძანდა საფრანგეთში და იქ გააკეთა განცხადება რომ საქართველოს ატომურენერგოსადგურს აშენებს და აღარ საჭირო სხვა ესეთი ენერგო ესე იგი ობიექტი ხო და მე თუ გასულ 25 ივნისი იყო თუ არ ვცდები, მაშინ საქართველოს პარლამენტმა ამოიღო გასაყიდი ობიექტების სიიდან ენერგეთის საერთოდ. ანუ გარკვეული მანევრი იყო, ესე იგი, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ ობიექტის მიმართ. იცოდნენ რა, რომ რუსეთის მხრიდან მისი დაინტერესებისა. ეხლა ისევ ამოტივტივდა, ანუ მე ის მინდა ვთქვა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლებამ კი არ შესთავაზა, ეს არის რუსეთის ხელისუფლების აუცილებელი სურვილი. და ეს როცა ვიცი მე და თქვა რაღაც ჯგუფ ადამიანების და მე ისე ვიწყებ ამაზე ლაპარაკს, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლების ზეწოლა იმდენად ძლიერია, რომ შენ იძულებული ხარ, ესე იგი დაიწყო ამ თემაზე ლაპარაკი და აი ამ ფონზე უცებ ამოფრუ ესეთი არის მტერი. ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ისეთი ჩამოყალიბებული პოზიცია უნდა იყოს რუსეთის მიმართ, რასაც ხალხი გაიგებს და მიიღებს. ალბათ ეს მაინც უფრო ლოგიკურია, იმიტომ რომ როდესაც უძახის სახელმწიფოს მტერს და ამ დროს აცნობიერებ იმას, რომ იგი არის ძლიერი და იგი გთხოვს, იგი გაიძულებს რომ ეს ნაბიჯი მოითხოვს, მაგრამ საპირწონედ გუშინ პრეზიდენტმა თქვა სხვა მოსაზრებაც, რომ კოშმარი და უბედურება იქნებოდა ჩაბნელებული საქართველო. ანუ ეს არის საპირწონე იმისა. დათმოს თუ არა მცირე სახელმწიფომ ასეთი სტრატეგია. მე ვფიქრობ, გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა შეფასდეს იმ კონტექსტიდან გამომდინარე და იმ დროით მონაკვეთის გათვალისწინებით, როდესაც ესა თუ ის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ხომ, თქვათ, ჩვენ რაც დღეს ვიცით, ის არ ვიცოდით გუშინ. და რაც გუშინ ვიცოდით, ის იყო ნაკლები იმაზე, რაც დღეს ვიცით, ხო? ამიტომ მაშინდელი გადაწყვეტილება, რომელიც მაშინ იქნა მიღებული, ბუნებრივია სხვა კონტექსტში იყო მიღებული და დღეს სრულიად სხვა რეალობაა საქართველოში, ხო? ეხლა ჩვენ შეიძლება არ მოგწონდეს ესეთი გარიგებები, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არასრული ინფორმაცია მაქვს მე პირადად და ალბათ ყველა ჩვენთაგანს რა კონკრეტულ საზოგადოებას არასრული ინფორმაცია. მაგრამ ფაქტი არის ის, რომ რუსული არმია დღეს შემოსულია ჩვენ ტერიტორიაზე და აქ დგანან და ბუნებრივია მათ აქვთ უფრო მეტი ბერკეტი იმისა, რომ ზეგავლენა მოახდინოთ ჩვენი გადაწყვეტილებათა მიღებაზე. ახლა რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მართებული ან არა მართებულია, თქვათ, აი ესეთ კონტექსტში, როდესაც სახელმწიფო არის შენი მტერი, ეძებო მასთან გზები. ერთი მე ვფიქრობ, ეს არის აუცილებელი და მეორე, სოფლიო დიპლომატიის ისტორიას თუ გადავხედავთ, ნახავთ, რომ ეს ყოველთვის იყო ჩვეულებრივი მოვლენა. იგივე კუბის სარაკეტო კრიზისის დროსაც კი, როდესაც ორი სუპერსახელმწიფო იდგა ერთმანეთის სრული განადგურების საფრთხის წინაშე, მაშინაც კი თანამშრომლობა მიმდინარეობდა, მაშინაც მიმდინარეობდა გზების ძიება შეხვედრისთვის, საუბრისთვის, კომუნიკაციისთვის, ინფორმაციის დაალაგებისა და გასვლისათვის. ამიტომ ეს პოლიტიკასა და დიპლომატიაში ნორმალური მოვლენაა და მე ვფიქრობ, ჩვენთვის აუცილებელია ვეძებოთ ყველა ის არხი, რომელიც რაღაცნაირად ხელშეგვიწყობს რისკების შემცირების თვალსაზრისით. კიდე ერთ მსმენელს დამაყურებელს მოусმინოთ. გამარჯობა. ალო. მოგესალმებით. შეკითხვა მაქვს ორივესთან. დიახ. ორივე ესპერტთან. როდის უნდა დაიწყოს, ოდნავ მაინც, როდის უნდა დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან, ოდნავი დიპლომატიური ურთიერთობების ასაკიდან და როცა ბატონი პრეზიდენტი ამბობს, რომ ომი კი არ დამთავრებულა, ომი ეხლა იწყება და ცხვირში ამოადენ ზმრად რუსეთს. აი როგორ შეიძლება ამის შემდეგ ლაპარაკი რუსეთმა დაიწყოს ჩვენთან? მადლობა. ასეთი რიტორიკული კითხვები ბევრი ექნება ჩვენს მსმენელებს. ეს არის ერთგვარი რიტორიკა, რომლის უკან თუ არის მყარი დიპლომატიური და სახელმწიფო პოლიტიკა, პრინციპში ესეთი ლაპარაკი გადამწყვეტი არ არის არასოდეს ხოლმე, ხო? ნუ უბედურება ისე რომ მე ამ ასეთი მყარ პოლიტიკას და მყარ ასე ვთქვათ, გათვლილ ნაბიჯებს ვერ ხედავ, თორე ხა გუშინ რაც თქვა, არანაკლები უთქვია იქიდან მხრიდანაც თქვა და სოფლიო პოლიტიკის ისტორიაში არსებობს ანალოგიური შემთხვევები. თავარი არის რა აქვთ ჩაფიქრებული ჩვენ მხარეს გულისხმობ და უბრალოდ რა აქვთ მოფიქრებული და როგორ აქვს დალაგებული ეს ყველაფერი. გეგმაზომიერად. რომ მე ამას აი ამ გეგმას ვერ ხედავ სამწუხაროდ თორე ხა ნუ ლაპარაკი. უბრალოდ ინფორმაცია არ აქვს ასეთი გეგმის შესახებ თუ ფაქტების ლოგიკაც კარნახობს რომ მსგავსი რამ არ არსებობს. ფაქტების ლოგიკამ კარნახობს ზუსტად რომ მსგავსი რამ არ არსებობს ყოველ შემთხვევაში ამ წუთში, თუმცა ისიც უნდა ითქვას ობიექტურობისთვის რომ ცდელობა არის.
რომ რაღაცა ესეთი გეგმა იყო ჩაფიქრებული, გაწერილი და საინტერესოა ვისგან, აი თქვენ ვისგან მაქვს ინფორმაცია? არა, ვისგან არის ასეთი მცდელობა, ვინ ცდილობს რომ ასეთი გეგმა შეიქმნას? საქართველოს ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლები ცდილობენ რომ ასეთი ტიპის გეგმა შეიმუშაონ, ბუნებრივი არ შეიძლება. თქვენ ვისგან დაგაქვთ ამას ნამდვილად? ამას დავამატებდი, თუ შეიძლება. მე რატომაც ესე გამოდის ცდილობ რაღაცნაირად უფრო გავშალო კონტექსტი იმისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ დღეს, ხომ? ძალიან კარგია თუ კი ასეთ გეგმებზე მუშაობა მიმდინარეობს, ვიცი რომ თქვა გადახედვა მიმდინარეობს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ახალი მინისტრის ხედვა გამოქვეყნდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ ასევე როგორც ამ საქმის სპეციალისტი, ანუ უბრალოდ სწავლელი და სტუდენტი შემიძლია ვთქვა რომ დალაგებული და მწყობრი გეგმები ჩვენ რა თქმა უნდა გქონდეს, მაგრამ ჩვენ ასე ვთქვათ რაღაცნაირად წარმოვიდგინოთ ხატონად ჩვენ ვითარება ჩვენად პატარა ნავი, რომელიც ოკეანეში ცურავს, სადაც ტალღები ჩვენი აგორებული არ არის. გეგმებს აწყობენ შეერთებული შტატები, ევროკავშირი, რუსეთი და ასე შემდეგ, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა იმისა, რომ დააწყონ გეგმა და განახორციელონ. ჩვენი გეგმები უნდა ავაწყოთ, მაგრამ ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი გეგმები არ იქნება გადამწყვეტი სოფლიო პოლიტიკაში, იმიტომ რომ ჩვენი შესაძლებლობა, ჩვენი წონა სოფლიო პოლიტიკის არც გასათვალისწინებელი ბატონო. შეიძლება არც გასათვალისწინებელი. ჩვენ შეიძლება გქონდეს ძალიან კარგი გეგმები, რისი მიხედვითაც ჩვენ შევამცირებთ ზარალს, შევამცირებთ რისკს და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენი გეგმები თუ არ მოხდა აი ამ დიდი სახელმწიფოთა პოლიტიკის საერთო კონტექსტში, აი აქ თუ ვერ ვიპოვეთ ადგილი და მე ვფიქრობ ეს უნდა იყოს სწორედ მთავარი გეგმა. რუსეთის პირისპირ ან რომელიმე სხვა დიდი სახელმწიფოს პირისპირ ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ინდივიდუალური დამოუკიდებელი გეგმის შედგენა. ეს აუცილებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ასეთი გეგმები უნდა იქნას შექმნილი იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც არსებობს თუნდაც დღეს, როდესაც შეერთებული შტატები ამბობს, რომ მისთვის მთავარი არის რუსეთთან თანამშრომლობა, იმიტომ რომ ირანის საკითხია გადასაწყვეტი და ასე შემდეგ. დიდი სახელმწიფოთა პოლიტიკის კონტექსტში უნდა გავიაზროთ ჩვენი გეგმა და აი ამ შემთხვევაში მხოლოდ იქნება ყველაფერი ის ეფექტური, რაზეც ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ. იზოლირებულად არ გამოვა ეს. მეც მაგას გულისხმობდი, რასაც გეგმაზე ვლაპარაკობ, ბუნებრივია, იგულისხმობოდა დიდი სახელმწიფო გეოსტრატეგიული თემები. მაგრამ აქ პლუს ამასაც დავამატებდი, მაინც უნდა გქონდეთ პლუს ამისა, შენი ინდივიდუალური გეგმა, როცა უნდა გამოიყენო ის რესურსი, რომელიც გაქვს. პირადი ურთიერთობების თუ სხვა რესურსები, რომელიც არსებობს ასეთი რესურსი დამერწმუნეთ, რომელსაც წლიდან წლამდე არავინ არ იყენებდა, ან თუ იყენებდა, ისეთი ფორმა ჰქონდა ამას, რომ აზრიგარს შედეგის ვერ ღებულობდით, პროდუქტს ვერ ვდებდით. ეს იყო შევარდნაძის დროსაც, ეს არის სამწუხაროდ დღესაც. და აი რომ იყოს დაუშვათ ესეთი მოსაზრება, რომ თქვენ პირადად ბატონო მამუკა ბატონო ლევან მიიღეთ ასეთი შემოთავაზება, რომ აი რჩევები შესთავაზოთ საქართველოს მთავრობას დღეს ამ სიტუაციიდან გამოსვლისა, ან განმუხტვისა, ან ასე შემდეგ. პირველი რეკომენდაცია რა იქნებოდა თქვენი? რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგების ყველაზე ასე ვთქვათ, ნეიტრალური ფრაზა ვიყო. ალბათ რეკომენდაცია ძალიან რთული მიცაცემი იქნება, სანამ არ იქნება სრული ინფორმაცია. ვინაიდან არც ჩვენთაგანი ამ შემთხვევაში არ არის საჯარო მოხელე და არ მონაწილეობს გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და შესაბამისად ინფორმაციაც ნაკლები გვაქვს, ამიტომ პირველი ალბათ მე გავცემდი არა რეკომენდაციას, არამედ დავსვავდი კითხვებს, რის შემდეგაც შემეძლებოდა რაიმე რეკომენდაციის მიცემა ან რაიმე გეგმის შეთავაზება. პირველი არის მნიშვნელოვანი ის თუ რეალურად რა ხდება, არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, არამედ აი იმ კომუნიკაციაში, თუნდაც რას არსებობს ჩვენსა და რუსეთს შორის, ჩვენსა და შეერთებულ შტატებს შორის. ანუ ბატონო ლევან, თქვენი მოსაზრებით არის ერთი ინფორმაცია, რომელსაც იღებს საზოგადოება საქართველოს-რუსეთის ურთიერთობების შესახებ, რომელიც არის საკმაოდ გამწვავებული და პრაქტიკულად ორი მტერი სახელმწიფო, და არის მეორე ტიპი ინფორმაციისა, როდესაც საქართველოსა და რუსეთის მთავრობები კულუარულად ან არაფორმალურად თანამშრომლობენ. ასეთი რამ ყველა ქვეყანაში არა მარტო ჩვენთან არსებობს საჯარო ინფორმაცია, არსებობს დახურული ინფორმაცია, არსებობს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არსებობს. თქვენ წარმოგიდგენთ, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია შეიძლება ექსპერტთა რაიმე ჯგუფისთვის იყოს ღია? არა, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ღია, ამიტომ არის რომ ექსპერტების შეთავაზებები ძალიან ხშირად ცდება ხოლმე რეალობას, იმიტომ რომ რეალობა, ასეთი მძიმე პოლიტიკური რეალობა შეიძლება იყოს ერთი, რომელზეც ხელი არ მიუწვდება ექსპერტს, მაგალითად ძალიან რთულია იცოდე რა ტიპის სიგნალები მოდის იმ არხებიდან, რომელიც არსებობს ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, ხომ? რა რეალური ინტერესები აქვს რუსეთს? ნუ ხა ამდენად აბსოლუტურია მისი მტრობა საქართველოს მიმართ. მას უბრალოდ უნდა რომ თლიანად გააქროს საქართველოს როგორც პოლიტიკური ერთეული რუკიდან, თუ უნდა რომ საქართველოს ასე თქვათ საერთაშორისო პოლიტიკის ჟარგონი რო ვიხმაროთ, ასე თქვათ მიიწებოს თავისი
გავლენის ორბიტაზე, ხომ? ამიტომ მათი ინტერესების ცოდნაც არის მნიშვნელოვანი, თორე ეს ექსპერტებს ტელესტუდიაში ბევრი რამე შეგვიძლია ვთქვათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს იქნება აუცილებლად და 100%-იანად მართალი და სწორი. ბატონო, მაგ თქვენ რეკომენდაციაზე ჩვენი რადიო მსმენელის ზარის შემდგომ დაგიქვამს. დიახ. ალო. მოგესალმებით. გამარჯობა. თქვენ ორივე სტუმართან მაქვს შეკითხვა, ორი შეკითხვა მაქვს. ზუსტად ამას წნებზე კავკასიის ეთერში ბატონო ზურაბაბაშიძემ მზამეს რაღაცა რომ აი ახლა ჩვენთვის კონკრეტულ სიტუაციაში დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა რუსეთთან იქნებოდა საზიანო ჩვენთვის. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას და მეორე მამუკასთან მაქვს შეკითხვა. თუ არ ვცდები შარშან თუ შარშანწინ თქვენ ბრძანდებოდით რუსეთში რუს ექსპერტებთან სასაუბროთ. Das თქვენ რო დაუსვით თეორიული კითხვა თუ რაღაც მეშკრება შემისწორეთ თქვენ რო დაუსვით კითხვა რომ აი თეორიულად თქვა ჩვენ ვექტორი ჩვენი შევიცვალეთ ანუ არა დასავლეთისკენ არა თქვენსკენ შემოგვიდეთ მაშინ თქვენაც გთავაზობთ და მათ გიპასუხეს რომ მხოლოდ იმას რომ თქვა გავხსნით ბაზრებს და არავითარი აფხაზი და ოსეთი ეს მართალია თუ არა მადლობა მეორე კითხვა ძალიან კონკრეტულ მეორე კითხვა ესეთი იყო კარაგანოვთან იყო ერთი ლაპარაკი კარაგანოვი ცნობილი ექსპერტია კარაგანოვმა გავუცა პასუხი თორე საექსპერტო ჯგუფი რუსებისა უამრავი იყო ეს იყო შარშან წინ და იქ დაისვა შეკითხვა რომ რას გთავაზობთ ნიკონოვიც იყო სხვადასხვა მარკედონოვის ცნობილი ექსპერტი მაგრამ კარაგანოვმა გვიპასუხა ყველას მაგიერ რომ ჩვენ შეგვიძლია ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მოგცეთ კრედიტები ასე ჩვენ ბევრი ვიცინეთ, იმიტომ რომ კრედიტებს ლუქსემბურგის მოგცემს თუ მომიდომე და ბევრად უფრო შეგავათიან იმაში. და მე მაინც ჩავეკითხეთ, რომ აი მოკლედ ასეა თუ ისეა პრინციპში პასუხი არ ქონდა. სხვა შორის უნდა გითხრათ დღემდე არ აქვს პასუხი რუს პოლიტიკურ ელიტას და მესიც მინდა გითხრათ, რომ აი როდესაც ლევანი ამბობდა რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში არა მარტო შარშანწინ, ეხლა გახდით დეკემბერში რუსულ-ქართული შერეული კომისიის ესე იგი ჩარჩოში ქონდა შეხვედრა ეს იყო ტყვეების და დაკარგულების მოძიების ეს იყო ფორმატი იყო და იქ დაახლოებით ესეც სურათი წარმოგვიდგა თვალწინ რომ იქ არის დაახლოებით 3 მიდგომა ამ თემის მიმართ ერთნი ფიქრობენ რომ ესე იგი ესე ვთქვა თქვენ უნდა იყოთ ჩვენ ორბიტაზე, მაგრამ სამაგიეროდ რას მოგცემთ? კაცმარეთის მეორენი. მოკლედ რა მინდა გიხოთ, რომ შორს დაგვყოს შემოძლო. თავარი ისაა, რომ ერთიანი მიდგომა ამ თემის მიმართ არ არის. მე უფრო მეც გეტყვით. არა მარტო საქართველოს მიმართ არ არის ერთიანი მიდგომა. არა, ხო და საბოლოო ჯამში ეს იყო, რომ იქ არჩევნები ჩატარდეს და მერე ვილაპარაკოთ. ანუ იგულისხმებოდა ამით ვერ ხვდებოდა ამერიკის არჩევნები. ანუ ამით ვერ ხვდებოდნენ, რომ პრინციპში მაინც ცნობდნენ ამერიკის უზენაესობას მიმდინარე პროცესებზე. და საინტერესო იყო ისიც, რომ საინტერესო კი არა, თავარი ალბათ ის არის, რომ ასეთივე ტიპის მიდგომა, როცა არიციან, რა უნდა მოუხერხონ ამ თუ რეგიონს, არის არა მხოლოდ ჩვენს მიმართ, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ. ეს ჩანდა ძალიან კარგად იქ. როცა ძალაზეა დაყრდნობილი ყველაფერი და გააზრებული პოლიტიკა სამწუხაროდ არა აქვს. აი პირველი კითხვა ჩვენი მსმენელისა ბატონ ზურაბაბაშიძის რეპლიკას შეეხებოდა, მე პირადად არ მომისმენი ეს რეპლიკა, მაგრამ ამ წუთას დავეღვნოთ რადიო მსმენელის და ტელემაყურებლის ზარს მართლა საზიანო იქნება საქართველოსთვის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის საქართველოს ხოვნის შემთხვევაში საზიანო იქნება ბუნებრივია, მაგრამ თუ ეს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნება ინსპირირებული, მაშინ შესაძლებელია ამ თემაზე ფიქრი. და რა ფორმით? ფორმას გააჩნია, ფორმას ვერ ვთქვი, ყოველ შემთხვევაში იმით მაინც რომ აბრაზგულისხოთ რა ფორმით. აი როგორ უნდა ჩაერიოს საერთაშორისო თანამეგობრობა და რა ფორმა შესთავაზოს საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობას თავის დროზე უნდა დაიწყოს უბრალოდ საქართველოს მოლაპარაკების ფორმატი უნდა შეექმნა. ყოველ შემთხვევაში უნდა ეს ნაბიჯი უნდა გადადგმულიყო. დაგვიანებულია დღეს ეს? არ არის დაგვიანებული, მაგრამ ბევრი დრო გავიდა და რაღაცა ამ ფორმატში გამოიკვეთებოდა სხვადასხვა საკითხები, სადაც შეიძლება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა პირველი არ ყოფილიყო, მაგრამ ფორმატი შეიქმნებოდა. ეხლა ის, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ვითომ არ უნდა რუსეთის ხელისუფლებას ლაპარაკი, ეხლა ეს არის ესეთი პოზის მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს პოზა ერთგვარი და არა ვთქვათ სერიოზული გადაწყვეტილება. ჯერჯერობით საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებას სხვადასხვა ფორმით მაინც ლაპარაკობენ ერთმანეთში. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ.
საინტერესო. ნუ წარმომადგენლები ყოველ შემთხვევაში ახლა ეს ოფიციალური დელეგაციები არ არის ბუნებრივია, მაგრამ წარმომადგენლები საუბრობენ. და ბატონო, თქვენი კომენტარი აი ამ მოსაზრებაზე, იმიტომ რომ სვენელმა დარეკა და კითხვა დაგვიშვა. ჩვენთვის დიპლომატიური ურთიერთობების გაციება, იმიტომ რომ კონსული ჩვენი თუ არ ვწდები, მაინც არის ხო, საკონსულო მუშაობს თუ არ ვწდები. იყო მე ვფიქრობ აუცილებელი ნაბიჯი იმისათვის, რომ რაღაცნაირად გამოგვეხატა ყველაფერი ასაც გზნობდი და რაც იყო ეს იყო გასაკეთებელი ნაბიჯი, რაც აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა. ეს არ ნიშნავს, მე ვიზიარებ ამას, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ არსებობს არანაირი კონტაქტები, მე დარწმუნებული ვარ, ასე ხდება აქაც და ასე ხდებოდა ყველგან და კიდევ მოხდება, არსებობს ურთიერთობები, არსებობს კონტაქტები, შესაძლოა პირველი პირები კრემლში ან თბილისში ერთმანეთს ხელს არ თმევენ და ახალ წელს არ ულოცავენ დეპეშებით, მაგრამ კომუნიკაცია არსებობს, ეს ბუნებრივია და ამაში კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანია რა როლს ითამაშებენ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები და მეგობარი სახელმწიფოები, შეერთებული შტატები და სხვა და სხვა, რომელთა გარეშეც ჩვენ ძალიან უფრო ბევრად უფრო რთულ ვითარებაში ვიქნებოდით კიდევ ვიდრე დღეს ვარ. აი არსებობს ძალიან მწვავე თემა, ხო, ტყვეთა და დაღუპულთა, დაკარგულთა, უბრალოდ მოძიების სამუშაოები, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები პროაქტიულად მონაწილეობენ საქართველოდანაც და რუსეთიდანაც, ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლები. ყოველ შემთხვევაში, მათ შორის ურთიერთობის და მათი ერთობლივი საქმიანობის ფაქტები პრაქტიკულად არ არსებობს. არ არის ეს სისტემა, რომელშიც შეიძლება ხელისუფლება ჩაერიოს. უბრალოდ არის ეს თემა და ეხლა ჩვენი მეშვეობით უნდა გითხრათ, რომ ჩვენი აი ამ კომისიის მეშვეობით, რომელიც თავმჯდომარე საქართველოს მხრიდან არის მალხაზ გულაშვილი და რუსეთის მხრიდან მაქსიმ შევჩენკო, საზოგადოების პალატის წარმომადგენელი, ჩათვალეთ, რომ ერთმანეთს ესაუბრებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. რატომ? იმიტომ რომ ხა რუსეთის ხელისუფლება გთხოვს, ხო, ჩვენ ფრინავის დაბრუნებას, რომელიც 22 ეკიპაჟის უფროს, რომელიც გამქრალია. ასევე საქართველოს ხელისუფლება გვაძლევს სიას, რომელიც მეშვეობითაც ჩვენ ვთხოვთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ ეს პრობლემა მოგვიგოროს, ანუ ეს ადამიანები გვაპოვნინოს, ხო? ასე რომ ეს ფორმატი არსებობს და ძალიან აბსოლუტურად ნორმალურია ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ამ ეს ფორმატი მისაღებია ორივე მხრისთვის. და გავიწყდებათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ასევე თავის თავზე იყო საპატრიარქო. და საპატრიარქოს რომ რიგ შემთხვევაში ესე იგი გარკვეულწილად საქართველოს ხელისუფლების ნააზრებსაც ამჟღავნებს იქ რო ჩადის, ესეც ფაქტია, ხო? საპატრიარქოს წარმომადგენლები. და რომელიმე კონკრეტული ასეთი გზავნილი ხელისუფლებიდან, რომელიც იქ დაუშვათ, თუნდაც მაგალითად საპატრიარქოს განაცხადა პრეზიდენტმა. გავრცელდა რომელი იყო ყველაზე ისეთი. თვითონ განაცხადა პრეზიდენტმა, რომ მე ბატონ პროფესორი თუწმინდეს და უნეტარეს ვთხოვე ესა და ესე თქვა და ანუ მე აღარ მინდა ეს გავიმეორე საქართველოს პრეზიდენტის და პატრიარქის პრეროგატივა, მაგრამ ასეთი ფაქტი იყო თვითონ თქვა პრეზიდენტმა, ხო? მე უბრალოდ სხვა რამე მინდა გითხრათ, რომ საქართველოს პატრიარქს აქვს უზარმაზარი ავტორიტეტი ასე იქ გულისხმობ. აქედან გამომდინარე, მე რაც პირადად ნახე, ესე კირილის დამოკიდებულება, მისი სახელის პატრიარქი იქ არ ყოფილა იმ თვეში და უგზნობ, რომ რუსეთის საპატრიარქო უკვე გარკვეულწილად ცდილობს, რომ ეს კონტაქტები შეინარჩუნოს და გააღრმავოს. რუსეთის საპატრიარქო მიუხედავად თავისი ფრონდისა ერთგვარი აღიარების შემთხვევაში ამ ორი სეპარატისტული რესპუბლიკის მაინც გარკვეულწილად გავლენის ქვეშ არის რუსეთის ძალიან სერიოზული გავლენის ქვეშ არის რუსეთის ხელისუფლებისა. არის ამის ნიმუში და უშუალოდ ეს წერილი, რომელიც მისწერა ედვარდ კოკოიც, რომელიც გამოქვეყნდა პრესით. კირილმა. რასაკვირველია ეს ამის ნიმუშია, ანუ და არის და უშუალოდ შეიძლება მოყვეს აი ამ წერილს რაიმე სხვა გაგრძელება რუსეთის საპატრიარქოს. საქმე რაშია, რომ რუსეთის საპატრიარქოს არასწორი ქმედება გამოიწვევს კონტრქმედება საქართველოს საპატრიარქოდან. ორი ავტოკეფალური ეკლესია ესეთი სივრცეში მართლმადიდებლური. საკმარისია რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაუშვა შეცდომა და აღიაროს ეს ორი რეგიონი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას და მის საპატრიარქოს ხელი ექნება გახსნილი და ანალოგიურს გააკეთებს სხვა რეგიონის მიმართ. არ მინდა ახლა თქვა რასაც ძალიან უფრთხის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. ყველაფერს თავი დავანებოთ შემაკავებელი მოხუჭების ამ შემთხვევაში ჩვენ საპატრიარქოს ხელთ არის. თუმცა ეს არის საპატრიარქოების ურთიერთობა და ალბათ ეს ნაკლებად ამ შემთხვევაში პოლიტიკა კეთდება. და შემაჯამებდა ჩვენი საუბრისა, იმიტომ რომ მეორე ნახევარში ჩვენი გადაცემის ხელისუფლების წარმომადგენელი მოვა და ისაუბრებს თავის ხედვაზე გუშინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით, მაინტერესებს თქვენი მოსაზრებაც და აი ეს კითხვაც, რომელიც გაგიჩნდათ ხელისუფლების მიმართ, უმრავლესობის მიმართ და თავად პრეზიდენტის მიმართ გუშინდელი გამოსვლის მერე, როგორ ჩამოაყალიბებდით?
თავარი საკითხი მე ვფიქრობ არის არა ის რა უნდა გავაკეთოთ, არამედ როგორ უნდა გავაკეთოთ. და ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ მიზნების მიღწევის სტრატეგიის სწორი ფორმირება. არის თუ არა ჩვენი ინსტიტუტები, სახელმწიფო საჯარო სექტორი მზად იმისათვის, რომ აი ასეთ რთულ გამოწვევებს გავუმკლავდეს. აქ არ იგულისხმება მარტო ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევები. აქ იგულისხმება ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც დაწყებულია, მაგრამ ალბათ კიდევ უფრო დამძიმდება მომავალში, იმიტომ რომ ამ კრიზისს, ასე ვთქვათ, სოფლიო ეკონომიკურ კრიზისსა და ფინანსურ კრიზისს გულისხმობ, ჯერჯერობით შერბილების არაფერი არ უჩანს, პირიქით უფრო მძიმდება ვითარება და ამისათვის ჩვენ გვჭირდება არა მარტო სწორად განსაზღვრა იმისა თუ რა უნდა გაკეთდეს, არამედ სწორად განსაზღვრა იმისა თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი და ამ მხრივ მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო სექტორის გაძლიერება, მათი ინსტიტუციური სიძლიერის განვითარება და მათი მდგრადობის განვითარება. მხოლოდ ისეთ სახელმწიფოებს შეუძლიათ უფრო ეფექტურად გავუმკლავდნენ აი ამ გამოწვევებს უსაფრთხოების იქნება ეს თუ ეკონომიკის თუ რაიმე სხვა, რომელსაც აქვს ჯანსაღი ინსტიტუტები და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ პრიორიტეტად უნდა იქცეს. და თქვენ ბატონო რა კითხვა გექნებათ ხელისუფლების მიმართ გუშინდელი გამოსვლის შემდეგ? ხელისუფლების მიმართ ერთადერთი კითხვა მაქვს, რომ რატომ არ უნდა ხელისუფლებას ის რესურსი, რომელიც საქართველოში მის გარეთ არსებობს, მთლიანად გამოიყენოს ამ პრობლემის მოგვარების საქმეში. ის თემა ის რომ ნაწილი საზოგადოების ხელისუფლებას აკრიტიკებს, მეორე ოპოზიციაში უდგას ასე შემდეგ, არ ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეში თქვა არ შეიძლება ერთმანეთს დავეხმაროთ და საქმე მოვაგვაროთ. მე უნდა გითხრათ ერთი რამ, როდესაც ფრანკოს ძალიან გაუჭირდა ადმირალ ფრანკოს თავის დროზე 70-იანი წლების დასაწყისში ესპანეთის იმიჯის შექმნა ევროპის სივრცეში, მაშინ ძალიან ძლიერი იყო მოგესალმებათ ეს დემოკრატიული მოძრაობის აღგორდა დეგოლის გადადგომის შემდეგ ახალი და ასე შემდეგ, მან დაიწყო ზუსტად ოპოზიციის გამოყენება ამ თვალსაზრისით. თუმცა ოპოზიციის გამოყენება არასწორი სიტყვა ალბათ, ეს იყო საზოგადოების იმ ნაწილის გამოყენებაც კი, გამოყენებას ვიხმარ სიტყვას, სხვა სიტყვის ძებნის დრო აღარ არის გადაცემა თავდება, რომელიც ემიგრაციაში იყო და გაქცეული იყო ესპანეთიდან. ესპანეთის იმიჯის, ასე ვთქვათ, შესაცვლელად. და სხვაშორის დასაკვირველი რეზულტატი მიიღო. უზარმაზარი ფული დაიხარჯა ამაში. თვითონ მდგომარეობად შეცვალა ქვეყანაში, ეს პერიოდია ხუან კარლოსთან დაახლოებით ასე შემდეგ. ასეა თუ ისეა მე ვთვლი, რომ აი ამის გაკეთება საქართველოს ხელისუფლებას ხელაწიფება, იმ რესურსების გამოყენება აუცილებელია და კითხვაც არის და ასეთი ცოტავაზებაც არის. პრინციპში პასუხიც არის მაგ კითხვაზე თქვენ. დიდი მადლობა. შეგახსენებთ ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები იყვნენ ექსპერტები ბატონები მამუკა არეშიძე და ლევან ცუცქირიძე. ჩვენ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდგომ განვაგრძობთ გადაცემას. მედია პროექტი უცნობი კავკასია. განვაგრძობთ გადაცემას. ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი არის საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი დავით დარჩიაშვილი. ისევ იმავე თემას ვაგრძელებთ. საუბარია საქართველოს-რუსეთის ურთიერთობები და როგორ წარმოადგინა გუშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს ურთიერთობები თავის ყოველწლიურ მიმართვაში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას. რა იყო ახალი ბატონო დავით? რასაც ელოდით და ან არ ელოდით და უცბად სიურპრიზად მიიღეთ. ერთი პატარა დათქმა წინასწარ ბოდიში მაყურებელთა იმ ნაწილს, ვისაც შეიძლება თავი მოვაბეზრე 2-3 დღის წინ თამუნა ჩიქოვანთან საუბრობდით საგარეო პოლიტიკურ ასპექტებზე, ახლა ისევ იგივე ეთერით, იგივე საუბარი, ეს არ არის ჩემი ბრალი, ეს არის ჟურნალისტების მოხდა. თავისთავად სასიამოვნო ერთი ფაქტი, რომ ხელისუფლების უმრავლესობის წარმომადგენლები თანხმდებიან საუბარს. კი ბატონო. ეს ძალიან სასიამოვნოა. და ახლა რაც შეეხება კითხვას, რა ითქვა ახალი? რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ უსაფრთხოებეთ ასპექტებს, მე ვფიქრობ, რომ განმეორდა ის, რაც არაერთხელ თქმულა, როგორც უშუალოდ პრეზიდენტის მხრიდან, ისე მთლიანობაში მთავრობისა და პარლამენტში უმრავლესობის წარმომადგენელთა მხრიდან, აქ რაიმე სიახლის ადგილი არ ქონია და ვერც ექნებოდა, რამდენადაც ვითარებაც არ არის მაინც და მაინც შეცვლილი. ჩვენ ვსაუბრობთ აგრესიაზე რუსეთის მხრიდან და ამ აგრესიის აღმოუფხრელ შედეგების არსებობაზე. და მიმდინარეობს ომი, ბრძოლა, რაც გნებავ დავარქვათ დიპლომატიური გზებით და ვიტყოდი ასე ვთქვათ საკუთარი ეკონომიკის, სოციალური და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდირების გზით.
რათა დაველოდოთ იმ მომენტს, როდესაც რუსეთი ხელს აიღებს იმპერიალისტურ პოლიტიკაზე, რევიზიონისტულ ძრახვებზე და შემდეგ. ანუ აქ ახალი ჯერჯერობით არაფერი არ არის. რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკურ სფეროს, აქ ვფიქრობ და აქცენტები ისევ დაისვა იმაზე, რაც მეც მგონია, რომ არის ყველაზე უფრო აქტუალური. ეს არის უმუშევრობის პრობლემა, გაჭირვების პრობლემა. თუმცა ეს არის პრობლემები, რომელიც არსებობდა 2008-ში, 2007-ში, 2006-ში. კი, რა თქმა უნდა. სხვადასხვა დოზით. სხვადასხვა პრობლემები არსებობს, იმიტომ რომ როგორც ვთქვათ, სრულიად იდეალური დემოკრატია არ შენდება თითქმის цаრიელ ადგილზე რამოდენიმე წელიწადში, ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ დემოკრატიის თვალსაზრისით თითქმის цаრიელი ადგილიდან მოვდივართ, მე არ გულისხმობ საუკუნეობრივ სახელმწიფოებრივ ტრადიციას. ასევე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა, ყველა იმ პრობლემის აღმოფხვრა, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაშია და ბუნებრივია საქართველოს ეხება ეს ყველა პრობლემატიკა, ხელის მოსმით შეუძლებელია. სასწავლები არ ხდება, მაგრამ რაღაცა კეთდება და რა არის კიდე გასაკეთებელი, აი ამის კონტურები იქნება მონიშნული. ყველაზე უფრო ახალი იყო ფოკუსირება საშუალო ფენასაც ვერ დავარქმევთ იმ ადამიანებზე, ვინც არ არიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, მაგრამ ვისთვისაც ძალიან გაძვირდა და გაძვირდა ძირითადად გარდაუვალი გარემოებების გამო ჯანდაცვით მომსახურება. აი მათზე იყო ფოკუსი, რა თქმა უნდა, დაველოდოთ შედეგებს, როგორ იმუშავებს აი ეს ახალი სადაზღვევო ინიციატივები, რომელიც გაჟღერდა გუშინელ გამოსვლაში. მაინც იმ კითხვას მიუბრუნდები, რომელიც საქართველოს-რუსეთის ურთიერთობას შეეხება და ზოგადადაც ალბათ საერთაშორისო მდგომარეობა საქართველოს გარშემო, იმიტომ რომ ბევრწილად ალბათ ასეთი ტიპის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა ასეთი პროცესებისა ბევრწილად არის დამოკიდებული იმ საერთაშორისო დახმარებაზე და კრედიტებზე, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ელოდება. გუშინ პრეზიდენტს ჰქონდა ერთი მოსაზრება, რომელიც ახალი არ არის და ვიცით ყველამ, რომ ეს არის დაუმთავრებელი ომი ჯერ, ომი რომელიც გრძელდება და ეპიტეტები, რაღაცა ვახსენებ, გადაცემის პირველ ნაწილში დიდი მტერი, პირველი მტერი და ასე შემდეგ და არის მეორე ნაწილი, რომელზეც ისაუბრა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გუშინ, როდესაც შეეხო ენგურხეს სისტემას, რომ კოშმარი და უბედურება იქნებოდა ჩაბნელებული საქართველოს დღეს. ეს რა პროცესია, თანამშრომლობა მტერთან? აი დაუშვათ ეს მოდელი ბატონმა ექსპერტებმა, რომლებიც პირველ ნაწილში იყვნენ გადაცემის, ეს მიღებული ფორმაა. თუ მცირე სახელმწიფოს არ აქვს სხვა რესურსი დიდ სახელმწიფოსთან ურთიერთობისა, შეიძლება ასეთი ფორმაც გამოიყენოს. ეს არის ოპოზიციონერის ციტირება და დათანხმება. გუშინ გია თორთლაძემ თქვა ნაპოლეონის სიტყვები, რომ პოლიტიკაში გული არ არის, პოლიტიკაში გონებაა. ანუ პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა, ასეც ვთქვამთ. არა, ოპოზიციას მაშინ დაითანხმებთ აუცილებლად, იმიტომ რომ ალბათ თანხმედრი რეპლიკა იყო. არა, აქედან ეს არის, ასე ვთქვათ, მსოფლმხედველობრივი არსი იმისა, რაც ხდება. მე ვიქნებოდი მოხარული, ბედნიერი, რომ ისეთი რუსული კომპანია, არა ნებისმიერი რუსული კომპანია, მაგრამ ისეთი, რომლის მეწილე თუ დამფუძნებელი სახელმწიფოც არის, არ იყოს წარმოდგენილი საქართველოში მით უმეტეს მის სტრატეგიულ სექტორში. მაგრამ ეს კომპანია იყო წარმოდგენილი, არის წარმოდგენილი და ჯერჯერობით იქნება, როგორც ჩანს, მთავარი მე მგონია არის ბრძოლა. და რატო იქნება? აი გარდაუვალი აუცილებლობის გამო. იმიტომ რომ არ ჩაბნელდეს საქართველოს. არა, მთავარი ბრძოლა მიმდინარეობს უსაფრთხოების პოლიტიკის სამხედრო სფეროში, აი ამ სექტორებში და არა ეკონომიკაში. იქ თუ დავამარცხეთ ეკონომიკა პრობლემა არ არის, გავმიჯნოთ პოლიტიკა და ეკონომიკა ერთმანეთის. მაგრამ ეკონომიკური უსაფრთხოებაც ხომ არსებობს, როგორც არსებობს, მაგრამ ეგ არის ძალიან გადაჭარბებული მიდგომა, როდესაც ყველაფერი რაც ეკონომიკას ეხება უსაფრთხოებაში შეაქვთ, ეს არის გზა ძალიან ისეთი სახელმწიფოს ზედმეტი ჩარევისაგან ყველაფერში და ყველანაირად. ეკონომიკა და პოლიტიკა რომ უნდა გაიმიჯნოს ეს ცივილიზაციამ, სადღაც მე-18-მე-19 საუკუნეში დემოკრატიები ამ საფუძვლებზე აშენდა. როდესაც საუბრობთ თავისუფალ ბაზარზე, ალბათ ზოგადად. აქ შემთხვევაში არის საუბარი კომპანიებზე, რომელთა
წილი სახელმწიფოს საკმაოდ იმიჯნებოდეს, ჯერ ესა ვთქვი. მეორე, ეს არის, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნებოდა, ან მთლიანად ქართული მხარე აკონტროლებდეს და ამუშავებდეს ენგურჰეს, მაგრამ ეგ შეუძლებელია, ძალით არ გვაძლევენ ამის საშუალებას, ან თქვათ ამერიკული კომპანია შემოსულიყო, რომელსაც თქვათ უმციკლო რეპუტაცია ექნებოდა. ესეც შეუძლებელია, არავინ მათ იქ არ შეუშვებელ. რჩება ის, რომ ისინი, ვინც დღეს ფლობენ რეალურად ვითარებას ენგურს გადაღმა, ესენი არიან ოკუპანტები და ის რეჟიმი, რომელსაც გნებავთ მარიონეტული უწოდოთ, გნებავთ de facto ეს უკვე გემოვნების საკითხია, მაგრამ რეალურად რუსეთის ნება ბატონობს აი იქ. და თუ რუსული კომპანია მოდის და ქართული კანონმდებლობით ცდილობს ოპერირებას. ამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონშიც ეს წერია. ყველაფერი კი არ არის აკრძალული იმ ტერიტორიებზე. უბრალოდ რასაც წლების მანძილზე საქართველოს ითხოვდა, გამომდინარე ვითარებიდან, როდესაც ვერ აკონტროლებდა, არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ არის მზად, რომ გაგაკონტროლებინოს ეს ტერიტორიები. იურიდიულად სამართლებრივად მაინც ხდებოდა სუვერენიტეტის განხორციელება და ამ შემთხვევაში ეს კომპანია რაოესი მოდის საქართველოსთან დებს ისეთ პირობებზე მემორანდუმს, რომელიც საქართველოს ინტერესებს ითვალისწინებს. ხელშეკრულებამდე როცა მივალთ ბუნებრივია ეს ითქვა კიდეც რომ ოპოზიციაც იქნება ჩაბმული ამაში და ნახავთ საერთოდ რა გამოვა. მაგრამ ჯერ იყო საუბარი განზრახულობათა, ასე ვთქვათ, მემორანდუმზე, რომელიც ხელმოწერილია, მაგრამ რომელიც არ არის სრულფასოვანი სამართლებრივი დოკუმენტი. მაგრამ შეიძლება იყოს ეს პოლიტიკური ბაზისი, საიმისოდ და რა წერია იქ, რომ ეს ყველაფერი არის საქართველოს საკუთრება, არც საკადრო პოლიტიკაში, არც ტარიფების თუ ვთქვათ გადასახადი რაც არის ამ ელექტროენერგიის და ფასის პოლიტიკაში რაოესი ვერ ჩაერევა, არ განსაზღვრავს, იქნება რაღაცა ერთგვარი საზედამხედველო საბჭო, სადაც რაოესიც იქნება წარმოდგენილი. არ არის ეს ყველაზე სასიამოვნო, მაგრამ ნამდვილად არ არის ეს, არც ოკუპაციის, ასე ვთქვათ, დაკანონება, არც ტერიტორიების ანექსიაზე თვალის დახუჭვა და რაიმე კიდე სხვა უბედურება. ახლა ერთ-ერთმა ოპონენტმა კავკასიაზე ეთერში მითხრა, რომ ეს ნიშნავს, რომ რუსული კომპანია ვინ უნდა დაიწოს, რა თქმა უნდა, რუსულმა ჯარებმა. ახლა ესეთი შეფასება არის არასერიოზული. ახლა სადაც უცხოური კომპანია მივა, იქ რო ყველა კომპანიას თავის ჯარი მიყვებოდეს, ეს სადაური სამართალია, თორე უსამართლოდ ოკუპაციის დონეზე რუსეთი უკვე გაკეთებული აქ ის, ასე ვთქვათ, რაოესი კი არ მოიყვანს ოკუპანტებს, ოკუპანტები არიან იქ, რაოესი ქართულ იურისდიქციის რაღაცა ხვრელებს აჩენს, შეიძლება ასეთ შევხედოთ აი იმ ტერიტორიაზე. და ეს არის ის გზა, როგორ შეიძლება დაიწყოს ოკუპაციის პირობებში საქართველოს ურთიერთობა თავის ვთქვათ დიდ მტერთან. ეს ეპითეტი გუშინ იყო გამოყენებული. დაიწყოს თანამშრომლობა და დაიწყოს ურთიერთობის აგება. არა, აქ მე არა საერთოდ მომხრე, ვთქვათ, იგივე ნოსტალგია რო ღვინო აღარ იყიდება და ნუ ეს ჩემ პირადად არა, აქ არის საუბარი. ზოგადად მივიდივართ კითხვასთან, უნდა აღდგეს თუ არა ეს ურთიერთობა. როდესაც ქვეყნებს შორის არის ომი და არის ომი, როდესაც 20% ტერიტორიის ოკუპირებული აქვს მეზობელს, იქ ვთქვათ, რა ქვია, იმ კაცის გვარი დამავიწყდა ეს იმათი სანიტარული სამსახურის უფროსი რო ონიშენკო პრობლემა. აი მასთან საუბარიც კი არ მსიამოვნებს მეხამუშება, თუმცა კერძო ბიზნესს ვერ აუკრძალა ვერსად ასეთ პირობებშიც კი რომ არავის არ შეხვდნენ, არავისკენ არ გაიხედონ, მაგრამ ჩემთვის პირადად ეს ცოტა, ნუ ეთიკასთან სხვანაირად ის გადაწყვეტოს კონკრეტულმა ბიზნესმენმა, უნდა თუ არა ურთიერთობა. ამ შემთხვევაში, ხო, ამ შემთხვევაში დილემა ასეთია, რომ ან ჩაქრეს ენგურჰესი, ან იმუშაოს ენგურჰესმა. თუ ენგურჰესის სიმძლავრე არის ძალიან დიდი, 40%-ზე მეტი შენატანი ქართულ ელექტროსექტორში, მაშინ მისი გამორთვა არის სერიოზული პრობლემა უკვე აი სწორედ ეკონომიკური გნებავთ ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის. ამავე დროს თუ რაოესის მოქმედება არანაირად დიპლომატიურ დონეზე არ ქმნის და მე დარწმუნებული ვარ რომ არ ქმნის სამართლებრივ ბერკეტებს იმაზე რომ რაღაცნაირად ოკუპაციის დაგმობა კი აღარ ხდებოდეს, არამედ დაკანონება, მაშინ რატომადაც არა, გამომდინარე იქიდან რომ პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა, იმიტომ რომ ოკუპაციასთან ბრძოლა მიმდინარეობს სტრასბურგში, მიმდინარეობს გაეროში, მიმდინარეობს ანუ ნიუ-იორკში, ვენაში, ადგილებზე მონიტორების მისიის გაძლიერებით, აი ეს არის გზები. ამ დროს ამ ყველაფერს ხელს არ უშლის ენგურჰესის მუშაობა. თუმცა ძალიან სასიამოვნო ეს არ არის, ვინ უნდა შეიამხანაგო რომ იმუშაოს, მაგრამ ენგურჰესის
გაჩერება ძალიან ბევრ სხვა რამეს შეუძლია. მაგრამ ბატონ დავით, ეს დიპლომატიური ფრონტი, რომელიც ახსენეთ, არც თუ წარმატებულია, ხომ? დაუშვათ ჩეხი ჟენევის მოლაპარაკებაზე, ვენაში ეუთოს საკმაოდ საქართველოს არც თუ სასიამოვნო გადაწყვეტილება რომ დატოვა მისიამ საქართველოს, ამ წუთას არ მაქვს ინფორმაცია, მეგონი არც თქვენ ჯერ არ დამთავრებულა სხდომა გაეროს, ხო? აი ამ ფონზე რჩება ერთადერთი აი ასეთი ტიპის თანამშრომლობები. აი დაუშვათ ხვალ რომ დაისვას საკითხი რკინიგზის ერთობლივი მართვის შესახებ. ბატონ დავით. ნამდვილად არ ვიქნები იმის მომხრე, მაგრამ მე მგონი ახსენი რა სპეციფიური სიტუაცია ენგურისთან დაკავშირებით. ძალიან სპეციფიურია მესმის და მეც ამიტომ ვამბობ. მისი პულტი არის ოკუპანტების ხელში. მათ შეუძლიათ გამორთონეს მთლიანად ეს თქვათ აგრეგატი და ძალიან სერიოზულად დავკარგოთ ელექტროენერგია. ეს რომ არ მოხდეს, მივდივართ არაპოპულარულ ნაბიჯებზე, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ თუ ეს მოხდა, იქნება ბევრად უფრო უარესი. თუ ეს მოხდა საქართველოს შემდგომი ოკუპაციისათვის, ბევრად უფრო სახარბიელო ნიადაგი ექმნება რუსეთს. მე ესე ვიტყოდი. იმიტომ რომ საქართველო იმდენად დასუსტდება, რომ შეიძლება შესუსტდეს აი იმ დაპირისპირების, გაძლების ბერკეტები და მექანიზმები მატერიალური თუ მორალური, რომელიც აქამდე ქვეყანას აძლებინებს. წლების განმავლობაში, არა მარტო აგვისტოს მერე. რაც შეეხება დასახვას, რომ აი ალტერნატივა ესე დგას, რომ გავიმარჯვოთ დიპლომატიურ ბრძოლაში ვენაში და თუ არ გავიმარჯვოთ, მაშინ რაოესია, ეს სხვადასხვა განზომილებებში ვსაუბრობთ და იქ ბრძოლა მიმდინარეობს და მე მგონია სულაც არ მიმდინარეობს რუსეთის სასარგებლოდ, რას გულისხმობ. რუსეთი ისევ და ისევ უკვე საერთაშორისო მეგობრობას უპირისპირდება ძალის პრინციპიდან გამომდინარე. და ამ ეტაპზე აღწევს გარკვეულ წარმატებებს. თავისი პოლიტიკის. მაგრამ ნუ მაშინ უნდა ვთქვათ, რომ თუ მხოლოდ ძალა წყვეტს ყველაფერს საერთაშორისო ურთიერთობებში ეს ერთი და თუ ძალა მხოლოდ მატერიალური და სამხედროა ეს მეორე, მაშინ რუსეთს გაუმარჯვია სამარადჟამოდ. მაგრამ სინამდვილეში არც ერთია მართალი და არც მეორე. ძალის გარდა არის ნორმები, მორალი, წესები, რომელიც მოთამაშემ უნდა დაიცვას. არ შეიძლება ჭადრაკში აგებდე და დაფა აყარო. ერთხელ გამოგივა, ორჯერ გამოგივა, მესამედ აუცილებლად მოგეზღვება ამისათვის. რუსეთი ესეთ რაღაც ნაბიჯებს დგავს, რომ ის დაფას ატრიალებს, ჭადრაკის დაფას და აღარ თამაშობს ჭადრაკს. იბუტება და ამის გამო აქვს ბერკეტი, რომ მისია გააჩეროს, მაგრამ ეს ძალიან ცუდ ქულებად, შავ ქულებად უგროვდება ყულაბაში, ესე რომ ვთქვა და აუცილებლად ეს უკვე აისახა რუსულ ეკონომიკაზე და დღეს მე ვიტყოდი, რომ უკვე თვითონაც ხვდებიან, ამას შეიძლება არ ხვდება და არც მიხვდება პუტინი, რომლის ამბიციები უკიდეგანოა, მაგრამ ნუ პუტინის გარდა არიან მე მგონია რაციონალურად მოაზროვნე ადამიანები, იგივე რუსულ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში და დაიწყებენ დათვლას, ასე ვთქვათ, სარგებელი მაგრამ ისაც ხდება რუსეთის ეკონომიკაში, ეს არის ამის შედეგი? ნუ ახლა ბევრი ეკონომიკური ექსპერტის თვალსაზრისით და პოლიტოლოგის თვალსაზრისით არის, იმიტომ რომ ვარდნა დაიწყო რუსეთის ბირჟებზე და რუსული ეკონომიკის მდგომარეობის გაუარესება აგვისტოში, როდესაც აი ეს დიდი ფინანსური კრიზისი, რომელიც მსოფლიოს მოედო, უკვე შემოდგომის ამბავი იყო. ხო და რა თქმა უნდა, ერთი მეორეს აძლიერებს და მთლიანობაში რუსეთს შიგნით არა აქვს კარგად საქმე, საიმისოთ, რომ დიდხანს გააგრძელოს აი ესეთი დაფის, ჭადრაკის დაფის აყრის პოლიტიკა ვენაში იქნება თუ ნიუ-იორკში და ნიუ-იორკში სხვათა შორის უკვე ჩანს რაღაც პატარა ნიშნები, შეიძლება ეს არის მოტყუება, რომ ამით თქვა დააცხროს ვნებები, მაგრამ რაღაცა ნიშნები, რომ თლათ ასე ჯიქურ უკმეხად რუსეთი არ მოიქცეს, მაგრამ ნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს. ყოველ შემთხვევაში სტრასბურგში რანაირი რეზოლუციაც იყო მიღებული სამდღიანი დებატებისა და ყველა ქვეყნის დელეგაციასთან ერთ-ერთზე საუბრების შემდეგ. ეს აჩვენებს, რომ თანდათანობით ნელა ვიდრე ჩვენ გვინდა, მაგრამ საერთაშორისო თანამეგობრობა ხედავს საქართველოს რუსეთის დაპირისპირებაში უკვე საკუთარ პრობლემასაც, საკუთარ პრინციპებთან რუსეთის მხრიდან დაპირისპირებას, იმიტომ რომ ევროკავშირის ინიციირებული იყო ის 12 აგვისტოს შეთანხმება და პრინციპში მარტო ჩვენთან კი არა, უფრო ევროკავშირთან არღვევს რუსეთი იმას და ეს მეორდება საერთაშორისო დოკუმენტებში. რა თქმა უნდა, ეს დიპლომატიის წესია, სხვანაირად დიპლომატია არ იარსებებდა, ახლა დიპლომატია არ არის რაკეტების სროლა და ადამიანების გადაადგილება და უცებ შედეგი არ მოაქვს, მაგრამ დიპლომატია არ იარსებებდა და შედეგი რო არ მოქონდეს. გროვდება ის კრიტიკული მასა დიპლომატიური ზეწოლისა, განცხადებებისა, რაც რუსეთს საბოლოოდ დააყენებს დილემის წინაშე იზოლაცია თუ თანამშრომლობა.
ეს არის ხანგრძლივი პროცესი, ამას ნერვები სჭირდება, ნაბიჯ კეთდება ეს საქმე, მაგრამ ეს საქმე კეთდება და ომი დიპლომატიურ ფრონტზე მიმდინარეობს. არის პოლიტიკა ცხრიში ძმარს ამოვადენთ და არის კიდევ ერთხელ მეორებ რო კოშმარი იქნებოდა ჩაბნელებული საქართველო. რა მიზნებს რა უბრალოდ რა საშუალებებს როგორ უნდა მოაგვაროს საქართველოს ხელისუფლებამ ურთიერთობები რუსეთთან და გუშინ იყო საუბარი იმაზე რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა გააკეთოს ამაზე თუ არის საუბარი დღეს საქართველოს ხელისუფლებაში. ძალიან ძნელია გამიჯვნა იმისა, რა მოხდა, რა ხდება და რა უნდა გაკეთდეს. ანუ ის რომ გავაცნობიეროთ კარგად რა რესურსი გვაქვს და რა უნდა გაკეთდეს, ასევე უნდა ვთანხმდებოდეთ იმაზე, რა მოხდა გუშინ და დღეს რა ხდება და ამიტომ ვიძახით თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს ტერიტორიები იყო დაკარგული საქართველოსთვის, მაგრამ იმიჯი იქმნებოდა, რომ არ არის დაკარგული, იმიტომ რომ რეზოლუციებში რუსეთიც აწერს ხელს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს, არის თვითონ შუამავალი, მაგრამ სინამდვილეში მე მგონი მშვენივრად ვიცით, არა მარტო მე, თქვენ მშვენივრად იცით და საზოგადოებამაც, რომ რუსეთი სხვა რამეს აკეთებდა. მაგრამ მორგებული ქონდა ძალიან კომფორტულად შუამავლისა და კეთილისმყოფელის მანტია თუ ნიღაბი. ეს ნიღაბი ჩამოეხსნა, რა თქმა უნდა, უზარმაზარი მატერიალური ჩვენთვის მატერიალური და ადამიანის სიცოცხლეების დანაკარგის ფასად. მაგრამ ნიღაბი ჩამოეხსნა და ეს არის საწინდარი, რომ ადრე თუ გვიან ნიღაბ ჩამოხსნილი შუამავალი მოძალადეთ იქნება ახმული და მე იწყება უკვე პროცესი საერთაშორისო მოძალადის, ასე ვთქვათ, გაწევისა, ძალადობის არეალში. ანუ თქვენ მაინც მიგაჩინათ საერთაშორისო თანამეგობრობა პარტნიორად. რა თქმა უნდა, სხვა პარტნიორი ჩვენ არ გვყავდა, არ გვყავს და არც გვეყოლება. სხვა პარტნიორი იქნება თუ რუსებს ვეტყვით, რომ გინდა გაგვაერთიანე, გინდა ნუ გაგვაერთიანებ, მაგრამ ბოდიში მოვიხადოთ, დაუკრათ თავი, ვთქვათ რომ აი მაშინ იმ დროს როცა გვაზდიკებს ვყიდიდით თუ იაშიკი კონიაკით საქმეებს ვაწყობდით უფრო კარგები ვიყავით და უფრო ძლიერები როგორც ერი და ნუ მე შეიძლება რაღაც აღდგეს ან არ აღდგეს თუმცა მე ეჭვება რომ რუსეთმა თუნდაც რუსეთის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე თითითიძე მაინც დაარტყას მაგრამ ნუ ზოგ შეიძლება ასეთი ილუზია ჰქონდეს მაგრამ ჩამოვიდა ეს საერთაშორისო თანამეგობრობიდან საგამოძიებო კომისია ხო ევროკავშირის და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ამ კომისიის ორი წევრი ამხილა გაზპრომით მოგთამბოში თუ როგორ დავარქვა მან ხაზი გაესვა ინტერესთა კონფლიქტს ამ ორ ადამიანთან დაკავშირებით ერთი ბრიტანელია მეორე გერმანელი რამდენადაც ვიცი ერთი აფხაზეთში ცხოვრობდა დიდხანს თუ არ მეშლება თუ კიდევ არა ეს კიდევ სხვა ადამიანი ყოველ შემთხვევაში ამ ორ ადამიანს წინასწარ სანამ რაიმე გამოძიება ჩატარებულა და ერთობლივ დასკვნაზე შეთანხმებულად უკვე აქვთ ღიად მედიის საშუალებით გაკეთებული თავისი დასკვნები და ამიტომ აქ ინტერესთა კონფლიქტი ამ წინასწარ აკვიატებული აზრებით არიან მოსული ეს ადამიანები და ეს დაისვა როგორც პრობლემა ქართული მხრიდან მაგრამ ეს კომისია ხო საერთაშორისო თანამეგობრობამ შეარჩია ეს კომისია მათ დაუშვეს შეცდომა წაუყრუეს შეუმცდარი არავინ არ არის არც საქართველოში არც ჩვენს ხელისუფლებაში და არც საერთაშორისო თანამეგობრობაში იმიტომ რომ ადამიანებისგან შედგება თანამეგობრობებიც და ხელისუფლებაც ხო ანუ თუ რამე განსხვავებული ითქმა საერთაშორისო თანამეგობრობის ხმა შეიძლება ასეთივე რეაქცია გამოიწვიოს მან საქართველოს მთავრობაში გააჩნია რა სიტყვიან შეიძლება საბოლოო ჯამში ისეთი დასკვნა გაკეთდეს რასაც არ დაეთანხმო ადამიანურად შეიძლება ისეთი გაკეთდეს რაც არ დაეთანხმოს პიროვნება ხელისუფლება ოპოზიცია ვერაფერს ვერ გამორიცხავ, მაგრამ ამ არ დათანხმების სხვადასხვა ფორმები არსებობს, ხო? მაინც ჩვენ ვთვლით რუსებისგან განსხვავებით, თუმცა ბოლო დროს რუსებიც აღარ ლაპარაკობენ ამ კომისიის წინააღმდეგ არაფერს, რომ უნდა ვითანამშრომლოთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მათ შორის აი ამ კომისიასთან. ეს რეზოლუციებშიც წერია, რომელიც მთლიანობაში საჩვენოა, თქვათ იგივე საპარლამენტო ასამბლეა ევროპის საბჭოს რეზოლუციებში და ჩვენ ამაზე თანახმოვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს და მაშინ აზრიც არ ექნებოდა და კომისიაც ვერ იმუშავებდა, რომ როდესაც ისინი ჩამოდიან და თავის კითხვებს სვავენ, არ დაუსვა კითხვები და არ უთხრა, რომ ეს ადამიანი მიკორძოებული მგონია და მიპასუხე არის თუ არა. და როდესაც ეს დაისვა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ახლა ალბათ დიდ დიპლომატიურ საიდუმლოებას არ გავცემ, საკმაოდ, ასე ვთქვათ, მრავლისმეტყველი სახე თუ სახეები ჰქონდათ კომისიის ძირითად წევრებს. ნუ გამოდის რომ დიპლომატიურ ომს რუსეთი აწარმოებს ჭადრაკის დაფის ამოყირავებითაც და ფულითაც.
ეგეც არ არის ახალი, მე მგონი აქ ახალს არაფერს არ ვიტყვი. და ის საპირწონედ რას თავაზობს საქართველოს ხელისუფლება ურთიერთობებს? ფულის როლისა და ფაქტორის ყველაზე დადასტურება არის გერხარდ შროდერის ფენომენი, გერმანიის ყოფილი კანცლერის, რომელიც დღეს ვთქვათ გაზპრომის სახეა. როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, რომელიც უნდა იყოს საქართველოს პარტნიორი, კონკრეტულად რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებაში და მინდა რომ ამით დავასრულოთ ჩვენი გადაცემა კიდევაც. რა მთავარ ბერკეტს გამოიყენებს საქართველოს? აი გუშინ როდესაც უსმენდით თქვენ პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლას, კონკრეტულად რა კითხვა გიჩნდებოდათ საქართველოს რუსეთის ურთიერთობის მოწესრიგებასთან დაკავშირებით? იცით რა, მე აი ეს კონკრეტული კითხვები ამ სფეროში არ მიჩნდებოდა და გეტყვით რატომ, იმიტომ რომ აი იმ კომიტეტის ფუნქციიდან გამომდინარე სულ მიწევს საპარლამენტო დონეზე მართალია და ეს ყოველდღიური ტაქტიკური საქმიანობა უფრო აღმასრულებელ დონეზეა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან შეხება. და ეს გრძელდება აგვისტოს აგრესიის შემდეგ, ანუ ვიცით რა ენაზე ვესაუბროთ, რას ვეუბნებით, მითითება არის საერთაშორისო სამართალზე, ჰუმანიტარულ სამართალზე. ტერიტორიული მთლიანობის შელახვას ეხება ერთი, მეორე ეხება დევნილების მდგომარეობას, ეთნიკურ წმენდას და ეს ყველაფერი ესმით, ამის მუდმივი განმეორება და პოლიტიკაში ისე როგორც არაფერ სხვაში მე მგონი განმეორება არის ცოდნის დედა. უნდა იმეორო და ესე ვთქვათ წვეთით გახურიტო. ყველაფერს განმეორება ალბათ არ იქნება სასიამოვნო. ხო, ნუ არა, ახლა რაც მიგაჩნია რომ გასამეორებელია, აქაც არის სუბიექტივიზმი, ანუ მიგვაჩნია ყველას ჩვენი სიმართლე გვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონია რომ ჩვენი ბრძოლის ველი არის დიპლომატია, დიპლომატიური ასპარეზზე საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება, რომლებიც არ არიან იდეალური. მაგრამ ეს არის რაც არის საზოგადოებამ, კაცობრიობამ რაც შექმნა და ეს არის გამოსაყენებელი. მეორე, ეს მთავარია უკვე ქვეყნის შიგნით, ქვეყანა იყოს სრულფასოვანი სტაბილური სუბიექტი ამ საერთაშორისო ბრძოლისა თუ თამაშის თუ ურთიერთობების. ეს უკვე საშინაო პოლიტიკას ეხება, ალბათ სხვა სასაუბრო თემაა, სხვა დროს ვისაუბროთ. დიდი მადლობა ჩვენ რადიო მსმენელებსა და ტელემაყურებლებს შევახსენებთ კიდევ ერთხელ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი დავით დარჩიაშვილი. ამით უცნობი კავკასია გემშვიდობება დღეს. მომავალ შეხვედრამდე. ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია.